უკვე დღეს ჩვენ ვაკვირდებით არა ცალკეულ ამინდის ანომალიებს, არამედ პლანეტის კლიმატური სისტემის სისტემური დესტაბილიზაციის ნიშნებს. მსოფლიო ოკეანის მიერ დაგროვილი სითბოს მოცულობა. ეს დაახლოებით მთელი კაცობრიობის მიერ 37 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ შემდგომში უფრო დიდი სიტყვა წარმოიქმნას ნალექების უფრო ანომალიურ განაწილებას და მკვეთრ გადასვლებს გვალვიდან კოკისპირულ წვიმებზე. კაცობრიობას ამ რეგიონის 0.01%-ზე ნაკლები აქვს ვიზუალურად შესწავლილი. დღეს მსოფლიო ოკეანე მხოლოდ სწრაფად კი არ თბება, არამედ თავად დათბობის ტემპით ჩქარდება. მიკრო და ნანოპლასტიკი ოკეანისა და ატმოსფეროს დაბინძურებით ერევა სითბოს მიმოცვლის, გასტაცვლის, ღრუბლების წარმოქმნისა და ჰიდროლოგიური ციკლის პროცესებში. ბუნებას არ აინტერესებს, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ინსტიტუტები, ან როგორ იგეგმება პოლიტიკური სტრატეგიები. ამ პროცესების ფიზიკა აგრძელებს განვითარებას საკუთარი კანონების მიხედვით, ჩვენი ეჭვების მიუხედავად. მოგესალმებით, ჩემი სახელია ეგონ ჩოლაკიანი. დღეს მინდა შევეხო კლიმატის მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ოკეანის დათბობას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ აჭარბებს ოკეანის დაჩქარებული დათბობა უკვე არსებული მოდელების ფარგლებს, რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ოკეანის სიღრმეებში და როგორ ცვლის ეს მოვლენები ჩვენს წარმოდგენას კლიმატის პროგნოზირებადობის შესახებ. უკვე დღეს ჩვენ ვაკვირდებით არა ცალკეულ ამინდის ანომალიებს, არამედ პლანეტის კლიმატური სისტემის სისტემური დესტაბილიზაციის ნიშნებს. ნებამომეცით შეგახსენოთ, რომ 2026 წლის თებერვლის პირველივე კვირებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ წელი უკვე აღინიშნა ექსტრემალური სიცხით, სიცივით, ნალექებითა და ტყის ხანძრებით. 2026 წლის იანვარი დასახელდა მეხუთე ყველაზე თბილი იანვრად დაკვირვების ისტორიაში. ამავდროულად ევროპამ 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცივი იანვარი გამოსცადა. მათთვის, ვინც არ იცნობს კლიმატური სისტემის ფიზიკას, ეს შეიძლება წინააღმდეგობად მოეჩვენოს. სინამდვილეში კი ეს დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ინდიკატორია. როდესაც კლიმატური სისტემა წონასწორობიდან გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა უბრალოდ ყველგან თანაბრად იმატებს. ეს ნიშნავს, რომ სითბოს, ტენიანობისა და საჰაერო მასების გამანაწილებელი ნაცნობი მექანიზმები რღვევას იწყებს. ჰაერის ნაკადების ქცევა ირღვევა. პოლარული გრიგალი სუსტდება და დეფორმირდება. არქტიკული ცივი ჰაერი შორს სამხრეთისკენ იჭრება, მაშინ როცა თბილი ჰაერი გადადის იმ რეგიონებში, სადაც ის ადრე იშვიათად ჩნდებოდა. სწორედ ამიტომ მაშინაც კი, როდესაც პლანეტა მთლიანობაში აგრძელებს სითბოს დაგროვებას, ჩვენ ვიწყებთ არა მხოლოდ სიცხის ტალღების, არამედ ექსტრემალური სიცივის ტალღების ხილვასაც. და ეს უკვე ხდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2026 წლის დასაწყისში ცივმა ინტრუზიებმა მოიცვა როგორც ევროპა, ისე ჩრდილოეთ ამერიკა. ევროპამ გადაიტანა შტორმების სერია, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ნალექი, ძლავრი ქარი და მაღალი ტალღები, ირლანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან პორტუგალიამდე, ესპანეთამდე და მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე. ამავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროში ფიქსირდებოდა ექსტრემალური სიცხე, რამაც მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია ავსტრალიაში, ჩილესა და პატაგონიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში კი კოკისპირულმა წვიმებმა დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, განსაკუთრებით მოზამბიკში. იქ წყალდიდობამ სულ მცირე 600,000 ადამიანი დააზარალა. ასობით 1000 ადამიანი დევნილად იქცა, ხოლო დაახლოებით 30,000 სახლი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. ეს ბუნებრივი კატასტროფები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება, თუმცა კლიმატური სისტემა მათ ერთიან პროცესში, ოკეანის ანომალიურ დათბობაში აერთიანებს. სწორედ ანომალიურად გაცხელებული ოკეანე გადასცემს ზედმეტ ენერგიასა და ტენიანობას ატმოსფეროში, რაც შემდეგ იწყებს შტორმების, კოკისპირული წვიმების, სიცხისა და ცივი ტალღების წარმოქმნას.
თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოკეანე თბება და ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს არასტერილურ პირობებში. ეს ფაქიზი სისტემა უკვე შეცვლილია ანთროპოგენური წარმოშობის კიდევ ერთი ფაქტორით. მიკრო და ნანოპლასტიკი ოკეანისა და ატმოსფეროს დაბინძურებით ერევა სითბოს მიმოცვლის, გასტაცვლის, ღრუბლების წარმოქმნისა და ჰიდროლოგიური ციკლის პროცესებში. ჰაერში არსებული წყლის ორთქლი თავისთავად არ კონდენსირდება წვიმის წვეთებად. მას სჭირდება ნაწილაკები, რომელთა გარშემოც კონდენსაცია მოხდება, ეგრეთ წოდებული კონდენსაციის ბირთვები. ნორმალურ პირობებში ესენია მტვრის ნაწილაკები, ზღვის მარილი, ჩვარტლი და სხვა აეროზოლები. დღეს ნანოპლასტიკი გაზომვადი რაოდენობითაა წარმოდგენილი როგორც ოკეანეში, ისე ატმოსფეროში. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ ნაწილაკებს შეუძლიათ ჩაერიონ ღრუბლებისა და ნალექების მიკროფიზიკაში. კერძოდ, ამერიკის ქიმიური საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებული 2024 წლის კვლევა ადასტურებს, რომ ატმოსფერულ პლასტიკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღრუბლის ფორმირების პროცესებში და თავისი ფიზიკური თვისებების გამო იმოქმედოს როგორც პოტენციურმა კონდენსაციის ბირთვმა და ყინულის კრისტალიზაციის ნაწილაკმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიკრო და ნანოპლასტიკი იწყებს პირდაპირ მონაწილეობას ღრუბლების წარმოქმნასა და ატმოსფერული ტენის კონდენსაციაში. ეს კი თავის მხრივ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ სად და რა ინტენსივობით მოვა ნალექი. შედეგები შეიძლება მოიცავდეს უფრო დიდ სეტყვას, ნალექების უფრო ანომალიურ განაწილებას და მკვეთრ გადასვლებს გვალვიდან კოკისპირულ წვიმებზე. ვინაიდან დამუხტული მიკრო და ნანოპლასტიკის ნაწილაკების გავლენა ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული არსებულ მოდელებში, ისინი სისტემაში დამატებით ხმაურის ცვლადს აჩენენ. შედეგად მათ შეუძლიათ გაზარდონ გაურკვევლობა როგორც მოკლევადიან ამინდის პროგნოზებში, ისე გრძელვადიან კლიმატურ პროექციებში. თუმცა პლასტიკის გავლენა მხოლოდ ატმოსფეროთი არ შემოიფარგლება. ოკეანე და ატმოსფერო ერთიან კლიმატურ სისტემას ქმნიან. წყალს გააჩნია უნიკალური უნარი და აგროვოს უზარმაზარი რაოდენობით სითბო ტემპერატურის მხოლოდ მცირედი მატებით. ოკეანის წყლის 10 მეტრიან ფენას შეუძლია შთანთქოს იმაზე მეტი სითბო, ვიდრე დედამიწის მთელ ატმოსფეროს. დღის განმავლობაში ოკეანე ითვისებს სითბოს, ღამით კი მას ატმოსფეროში აბრუნებს, ამით ისაბალანსებს ჰაერის ტემპერატურულ მერყეობას და მოქმედებს როგორც კლიმატის ბუნებრივი კონდიციონერი. გარდა ამისა, ოკეანეს გამოაქვს სითბო ლითოსფერული ფილებისგან და მას კვლავ ატმოსფეროში უშვებს. არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ მივიჩნიოთ, ოკეანის მასშტაბური დაბინძურება მიკრო და ნანოპლასტიკით იწყებს თერმორეგულაციის ამ ფაქიზად დაბალანსებული სისტემის რღვევას. არსებული მონაცემებით, ნანოპლასტიკის ნაწილაკები კონცენტრირდება ოკეანის სულ მცირე სამსაკვანძო ფენაში, ზედაპირთან ახლოს, ოკეანის ფსკერზე და თერმოკლინში, იქ სადაც წყლის ტემპერატურა და სიმკვრივე მკვეთრად იცვლება. ზედაპირული მუხტის მქონე პლასტიკის ნაწილაკები ურთიერთქმედებენ წყლის მოლეკულებთან წყალბადური ბმების დონეზე. შედეგად ზღვის წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები იცვლება. სითბოს გადაცემა ატმოსფეროში ფერხდება და ოკეანის წყლის სვეტში იწყება გადახურების ზონების ფორმირება. ეს მიგვიყვანს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან კითხვამდე. დიახ, ჩვენი შეფასებით, მიკრო და ნანოპლასტიკი მართლაც ახდენს სერიოზულ გავლენას მსოფლიო ოკეანის თერმულ რეჟიმზე. მას შეუძლია დაარღვიოს სითბოს მიმოცვლა, შეცვალოს წყლის თვისებები, ჩაერიოს ოკეანესა და ატმოსფეროს შორის გასაცვლაში, გავლენა მოახდინოს ღრუბლების წარმოქმნასა და ჰიდროლოგიურ ციკლზე. თუმცა მიუხედავად ამ ფაქტორის სერიოზულობისა, ერთი რამ ნათლად უნდა იქნას გაგებული, მიკრო და ნანოპლასტიკი თავად არ წარმოადგენს სითბოს წყაროს. ის მხოლოდ არღვევს ბუნებრივ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც სითბო გამოიყოფა.
ეს კი მიგვიყვანს მთავარ კითხვამდე, თუ მიკრო და ნანოპლასტიკი თავად არ წარმოქმნის სითბოს, მაშინ რა არის იმ დამატებითი სითბოს წყარო, რომელიც ახლა ფიქსირდება ოკეანეში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნება მომეცით მოვიყვანო არსებული ფაქტები. დღეს მსოფლიო ოკეანე მხოლოდ სწრაფად კი არ თბება, არამედ თავად დათბობის ტემპით ჩქარდება. 2024-2025 წლებში გამოქვეყნებული ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ოკეანის ტემპერატურის მატება აღარ შეიძლება აღიწეროს როგორც სტაბილური და თანდათანობითი პროცესი. თავად დათბობის ტემპი იზრდება. იტალიელი მეცნიერების მიერ 2024 წელს ჟურნალ ბუნების კომუნიკაციებში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1961 წლიდან 2022 წლამდე ოკეანე სტაბილურად აგროვებდა სითბოს მზარდ რაოდენობას და ამ პროცესის აჩქარება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო. რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 2025 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ოკეანის ზედაპირი ახლა დაახლოებით 4,5-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იანი წლების ბოლოს. იმ პერიოდში დათბობის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 0,06 გრადუს ცელსიუსს 10 წლეულში. თუმცა დღეს მან მიაღწია დაახლოებით 0,27 გრადუს ცელსიუსს. ტრადიციულად ეს დათბობა აიხსნებოდა ანთროპოგენური სათბურის აირების ემისიებით. თუმცა ბოლო წლებში დათბობის ტემპმა სულ უფრო მეტად გადააჭარბა არსებულ კლიმატურ მოდელებზე დაფუძნებულ მოლოდინებს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ თავად მეცნიერებმა დაიწყეს ამაზე პირდაპირ მითითება. აღსანიშნავია, რომ მთელი 2023 წლისა და 2024 წლის დასაწყისის განმავლობაში მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა რეკორდულ დონეზე ნარჩუნდებოდა ზედიზედ 450 დღის განმავლობაში, მოვლენა, რომელსაც დაკვირვების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონია. დოქტორმა ბრაიან მაკნოლდიმ მაიამის უნივერსიტეტის როზენსტილის საზღვაო და ატმოსფერული მეცნიერებების სკოლის უფროსმა მკვლევარმა ეს ვითარება NBS News-თან ინტერვიუში ასე აღწერა. ციტირებას ვახდენ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მთელი წლის განმავლობაში ოკეანის ტემპერატურის რეკორდები მყარდებოდა, არამედ იმაში, თუ რა სხვაობით მოხდა წინა რეკორდების მოხსნა, ის ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც ადრე ფიქსირდებოდა. ციტატის დასასრული. იმავე პერიოდში გევინ შმიდტმა, ნასას გოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, AIP-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებში შესაძლოა ჩართული იყოს აქამდე გაუთვალისწინებელი ფაქტორები. ნება მომეცით მოვიყვანო მისი სიტყვებიც. კვლავ ციტირებას ვახდენ, გრძელვადიანი ტენდენციები ჩვენთვის გასაგებია, ამას განაპირობებს სათბურის აირები და ანთროპოგენური ზემოქმედება. მაგრამ ის, რაც 2023 წელს მოხდა, იყო ეს ყველაფერი პლუს კიდევ რაღაც. და ეს პლუს რაღაც ბევრად აღემატება ჩვენს მოლოდინს და იმას, რისი ახსნაც ჯერჯერობით შეგვიძლია. ციტატის დასასრული. არსებითად ეს ნიშნავდა, რომ დაკვირვებადი ტემპერატურები არა მხოლოდ აჭარბებდა წინა რეკორდებს, არამედ მიუთითებდა დამატებითი გამათბობელი მექანიზმის არსებობაზე, რომელიც ცილდება ადრინდელი კლიმატური მოდელებით აღწერილ ჩვეულებრივ გრძელვადიან ტენდენციებს. ბრიტანელმა საზღვაო გეოფიზიკოსმა, დოქტორმა რობ ლარტერმა, ასევე გააკეთა მეტად მნიშვნელოვანი კომენტარი The New York Times-თან. კვლავ ციტირებას ვახდენ, ეს საკმაოდ შემაშინებელია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არც ერთი მეცნიერისგან არ მომისმენია დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ გვაქვს ასეთი გადახრა. მაგრამ ამ მომენტში იქნება შთაბეჭდილება, რომ მოვლენები იმაზე შორს და სწრაფად წავიდა, ვიდრე ველოდით. ციტატის დასასრული. სენტ თომასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ აბრაამაც გულწრფელად ისაუბრა ამ საკითხზე. ციტატა, მე შინია, რომ შესაძლოა ხდებოდეს კიდევ რაღაც სხვა, რაც იწვევს ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ისეთ გრძელვადიან ცვლილებას, რომელიც ჩვენ წინასწარ არ გვქონდა ნავარაუდები. ციტატის დასასრული. მოისმინეთ, რა თქვა მან შემდეგ, ის, რაც ახლა განაპირობებს მაღალ ტემპერატურას, არის რაღაც დამატებითი ელ-ნინიოს გარდა და მისი ახსნა შეუძლებელია იმ არგუმენტებით, რომლებსაც 6 ან 12 თვის წინ ვიყენებდით.
ზღვის ზედაპირის ტემპერატურა სხვაგანაც მაღალია ელ-ნინიოს ლოკაციებისგან ძალიან შორს. ციტატის დასასრული. ეს იყო კიდევ ერთი ხმა, რომელიც მხარს უჭერდა ვარაუდს, რომ ოკეანის ტემპერატურის გრძელვადიან ცვლილებებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს ადრე უცნობი ან გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებიც არსებულ მოდელებში არ ფიგურირებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანომალიური დათბობა 2025 წელს არ შეჩერებულა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ოკეანის ზედაპირის ტემპერატურას აბსოლუტური რეკორდისთვის არ მიუღწევია, 9 იანვარს ჟურნალში ატმოსფერული მეცნიერებების მიღწევებში გამოქვეყნებულმა საერთაშორისო ანალიზმა აჩვენა, რომ 2025 წელს ოკეანემ იმაზე მეტი სითბო დააგროვა, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს თანამედროვე დაკვირვების ისტორიაში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ოკეანის ზედაპირს აბსოლუტური რეკორდი არ დაუმყარებია, თუმცა წლის განმავლობაში წყლისსვეტის მიერ შთანთქმული სითბოს მთლიანმა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. მსოფლიო ოკეანის მიერ დაგროვილი სითბოს მოცულობა, ეგრეთ წოდებული ოკეანის სითბური შემცველობა, 2025 წელს 23 ზეტაჯოულით გაიზარდა. ეს დაახლოებით მთელი კაცობრიობის მიერ 37 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის მთლიანი რაოდენობის ტოლფასია. თუ კლიმატურ სისტემაში მართლაც მოქმედებს დამატებითი ფაქტორი, რომელიც არ არის გათვალისწინებული არსებულ მოდელებში, შესაძლოა სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოკეანე არა მხოლოდ სწრაფად თბება, არამედ თბება აჩქარებით. 2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ის ამ ყველაფრის უფრო ნათლად დანახვის საშუალებას გვაძლევს. იმ წელს ოკეანის ზედაპირს რეკორდული დათბობა არ გამოულენია. თუმცა წყლის მთლიან სვეტში დაგროვილმა სითბოს რაოდენობამ დაკვირვების ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს მიგვიყვანს ფუნდამენტურ დასკვნამდე. 2025 წელს ეს უცნობი ფაქტორი არ მოქმედებდა ზედაპირიდან. შესაძლოა მისი შედეგები მოგვიანებით გახდეს ხილული ოკეანის ზედაპირზე, თუმცა ერთი ფაქტი უკვე ნათელია: 2025 წელს ოკეანემ დამატებითი სითბოს რეკორდული რაოდენობა მიიღო. და სწორედ აქ ხდება ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავე. ნება მომეცით გავიმეორო, თუ მიკრო და ნანოპლასტიკს შეუძლია მხოლოდ შეაკავოს სითბო მისი ბუნებრივი გაფანტვის შეფერხებით, მაგრამ თავად არ წარმოქმნის მას, მაშინ საიდან მოდის ოკეანის ეს დამატებითი დათბობა? ამ კითხვის გამოსაკვლევად მოდით ოკეანის სიღრმეებში დავეშვათ. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ დათბობა ხდება არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ოკეანის ყველაზე ღრმა ფენებშიც. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული სამმართველოს NOAA მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არგენტინის აუზში 4500 მეტრზე მეტ სიღრმეზე 2009-დან 2019 წლამდე დათბობა ხდებოდა დაახლოებით 0.02 გრადუს ცელსიუსით ათწლეულში. ერთი შეხედვით ეს მაჩვენებელი შეიძლება მცირედ მოგვეჩვენოს. თუმცა საქმე გვაქვს არა წყლის მცირე მოცულობასთან, არამედ ღრმა ოკეანის უზარმაზარ მასებთან. ასეთი მასის ტემპერატურის გაზრდა თუნდაც გრადუსის მეათედი ნაწილით ენერგიის კოლოსალურ შემოდინებას მოითხოვს. გარდა ამისა, ასეთ სიღრმეებზე ტემპერატურული ცვალებადობა როგორც წესი გრადუსის მეათასედებში იზომება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფიქსირებული ცვლილება ასობით აღემატებოდა ჩვეულებრივ რყევებს. მსგავსი სურათი შეინიშნება პოლარული წრის სამხრეთით მდებარე წყლებშიც. 2020 წელს ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის პოლარული და საზღვაო კვლევების ჰელმჰოლცის ცენტრი ოკეანოგრაფებმა დაადგინეს, რომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ანტარქტიდის ვედელის ზღვის წყლები 2000 მეტრზე მეტ სიღრმეზე 5-ჯერ უფრო სწრაფად თბებოდა, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო ოკეანე. ამავდროულად, თავად მკვლევარების თქმით, ზედა 700 მეტრიან ფენაში დათბობა თითქმის არ შეინიშნებოდა. 2018 წელს ჟურნალში ოკეანოგრაფში მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში იზრდება კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ოკეანის დათბობა 2000 მეტრზე ღრმა ფენებსაც ეხება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათი მიმოხილვის მიხედვით 4000 მეტრზე დაბლა, ყველაზე სამხრეთით მდებარე ღრმა ოკეანის აუზები დაახლოებით 10-ჯერ უფრო სწრაფად თბება ვიდრე ჩრდილოეთისა. ეს კონსენსუსი ასევე აისახა კლიმატის ცვლილების სამთავრობო უწყებათაშორისი პანელის 2013 წლის ანგარიშში, რომელიც სხვადასხვა კვლევას ეყრდნობოდა. ანგარიშში აღიარებული იყო, რომ ოკეანე მხოლოდ ზედაპირზე არ თბება. წყლის ფენა 700-დან 2000 მეტრამდე სიღრმეზე სითბოს აგროვებს სულ მცირე 2003 წლიდან. კლიმატის ცვლილების სამთავრობო უწყებათაშორისო პანელმა ასევე აღნიშნა, რომ დათბობა ვრცელდება ბევრად უფრო დიდ სიღრმეებზე, დაახლოებით 3000 მეტრიდან თითქმის ოკეანის ფსკერამდე, განსაკუთრებით ანტარქტიდის ფსკერის პირწყლებში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ გლობალურად ღრმა ოკეანის დათბობის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა დაახლოებით 4500 მეტრის სიღრმეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ დათბობაზე, რომელიც ოკეანის ფსკერთან ძალიან ახლოს ხდება. ამავდროულად, კლიმატის ცვლილების სამთავრობო უწყებათაშორისო პანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღრმა ოკეანე ბევრად ნაკლებადაა შესწავლილი ვიდრე ზედაპირი, რადგან ამ სიღრმეებიდან არსებული მონაცემები უკიდურესად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ღრმა და ფსკერის პირწყლების დათბობა საერთო სურათის ნაწილია. ოკეანე თანდათანობით შთანთქავს ჭარბ სითბოს სულ უფრო ღრმა ფენებში და იღებს კლიმატური სისტემის ენერგეტიკული დისბალანსის 90%-ზე მეტს. ჩემი აზრით, დიდი ხანია საჭირო იყო საუბარი არა მხოლოდ ზედაპირის დათბობაზე, არამედ ოკეანის ღრმა ფენებში ცვლილებებზეც. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პუნქტია. მზის რადიაცია არ შეიძლება იყოს საკმარისი ახსნა ოკეანის ღრმა ფენების დათბობისთვის. მზის შუქი წყლის სვეტში მხოლოდ დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე აღწევს და ვერტიკალური შერევის გათვალისწინებითაც კი ზედაპირული დათბობის გავლენა მაქსიმუმ 700 მეტრამდე შეიძლება გავრცელდეს. ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ზედაპირული წყლები ჯერ მზისა და ატმოსფეროსგან თბება, რის შემდეგაც გლობალურ ცირკულაციას ეს სითბო თანდათანობით ღრმა ფენებში გადააქვს. თუმცა ჩინეთის ოკეანის უნივერსიტეტის ბოლო კვლევის შედეგები ამ მოდელს სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს. კვლევარებმა გამოავლინეს ფენომენი, რომელსაც მათ ქვეზედაპირული საზღვაო სითბური ტალღები უწოდეს. მათ დაადგინეს, რომ ყველა საზღვაო სითბური ტალღის დაახლოებით მესამედი ოკეანის ზედაპირზე საერთოდ არ ვლინდება. კიდევ დაახლოებით ნახევარი ზედაპირზე მხოლოდ მათი განვითარების გარკვეულ ეტაპებზე ჩანს, სხვა ფაზებში კი წყლის სვეტის შიგნით რჩება დამალული. ატმოსფერო რომ სითბოს ძირითადი წყარო ყოფილიყო, ლოგიკური იქნებოდა ველოდოთ, რომ თერმული ანომალიები ჯერ ზედაპირზე გაჩნდებოდა და შემდეგ ქვემოთ გავრცელდებოდა. თუმცა დაკვირვებები სხვა სურათს აჩვენებს. სითბური ტალღების მნიშვნელოვანი ნაწილი ზედაპირული დათბობისგან დამოუკიდებლად არსებობს. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად უნდა იქნას განხილული დამატებითი ენერგიის წყაროს არსებობის შესაძლებლობა, რომელიც ქვემოდან მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ოკეანის ეს ნაწილი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი რჩება. ღრმა ზღვის რეგიონებთან წვდომა უკიდურესად რთულია, ხოლო მათი გამოკვლევა არაჩვეულებრივად ძვირი. ხშირ შემთხვევაში დიდ სიღრმეებზე ტემპერატურა არ იზომება უწყვეტად. ეს ხდება მხოლოდ იშვიათი სამეცნიერო ექსპედიციების დროს, რომლებიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ ან ათწლეულში ერთხელაც კი ჩატარდეს. საზღვაო ბიოლოგი და ოკეანოგრაფი სილვია ერლი ხშირად აღნიშნავს, ციტირებას ვახდენ, ჩვენ მარსის ზედაპირს უფრო უკეთ ვიცნობ, ვიდრე ჩვენი ოკეანეების ფსკერს. ციტატის დასასრული. სამწუხაროდ დღემდე მეცნიერებას არ დაუმკვიდრებია სისტემური მონიტორინგის საშუალებები იმ ცვლილებებზე დასაკვირვებლად, რომლებიც უშუალოდ ოკეანის ფსკერზე ხდება. სტანდარტული არგოს ტიპის ტივტივები, როგორც წესი, მხოლოდ 2000 მეტრის სიღრმემდე მუშაობენ, მაშინ როცა ოკეანის საშუალო სიღრმე ბევრად დიდია და ჩვენი დისკუსიისთვის ყველაზე აქტუალური პროცესები შესაძლოა
სწორედ ფსკერთან ახლოს მიმდინარეობდეს. 2025 წლის მაისში ოკეანის აღმოჩენების ლიგის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც ეხება ჩვენს შეზღუდულ ცოდნას ღრმა ოკეანის შესახებ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად имისა, რომ 200 მეტრზე ღრმა ოკეანის ზონები პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 66%-ს ფარავს, კაცობრიობას ამ რეგიონის 0.01%-ზე ნაკლები აქვს ვიზუალურად ნანახი. ეს დაახლოებით ბელგიის ფართობის მეათედს შეესაბამება. სამწუხაროდ ეს მიუთითებს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე. ჩვენ კვლავ ავიქონთ ოკეანის ფსკერს არა როგორც მუდმივი მონიტორინგის ქვეშ მყოფ სისტემას, არამედ როგორც უზარმაზარ ბნელ ტერიტორიას, რომელიც მხოლოდ ხანდახან ნათდება ფანის შუქით. ეკრანზე ახლა ხედავთ 1958 წლიდან 2024 წლამდე ღრმა ზღვაში ყვინთვის აქტივობის რუკას, რომელიც აღებულია ზემოთ ნახსენების სტატიიდან. რუხ ფონზე ყვითლიდან იასამნისფრამდე ფერები მიუთითებს ღრმაწყლოვანი აპარატების ჩაძირების რაოდენობას ყოველ 250 კვადრატულ კილომეტრზე და არა იმ რეალურ ფართობს, რომელიც ვიზუალურად იქნა გამოკვლეული. ოკეანის ფსკერის უშუალოდ ათვალიერებული რეალური ფართობი ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ ამ მასშტაბის რუკაზე იქნას გამოსახული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვაკლდეს არა მხოლოდ ცალკეული რელიეფის ფორმები ან ეკოსისტემები, არამედ თავად ამვრცელი, დიდწილად შეუსწავლელი ტერიტორიის ენერგეტიკული დინამიკაც. მაშ, რა შეიძლება იყოს ეს ფარული ფაქტორი, რომელიც ოკეანის სითბოს ქვემოდან მატებს? ოკეანოგრაფიაში ეს ფაქტორი დიდი ხანია ცნობილია. ეს არის გეოთერმული სითბო, რომელიც ოკეანეში დედამიწის წიაღიდან ოკეანური ქერქის მეშვეობით აღწევს. ოკეანის ფსკერი არ არის უბრალოდ ცივი საზღვარი. ბევრგან ეს არის აქტიური გეოლოგიური გარემო, რომლის მეშვეობითაც ენერგია უწყვეტად გადაეცემა წყალს. სწორედ ოკეანის ფსკერზე, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით, რჩება არასაკმარისად შესწავლილი უამრავი გეოლოგიური სტრუქტურა, წყალქვეშა ვულკანები, ტექტონიკური ნაპრალები, შუაოკეანური ქედები და ჰიდროთერმული წყაროები. ეს ჩვენი პლანეტის უზარმაზარი ნაწილია, რომელიც წყლის ქვეშ არის დამალული. აქტიური ვულკანური და ტექტონიკური პროცესების ამ ზონებში გეოთერმული სითბოს ნაკადი ყველაზე მაღალია. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ გეოთერმული სითბოს ნაკადი ზედმეტად მცირეა მზის ენერგიასთან შედარებით იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ოკეანის საერთო დათბობაზე. ამ მიზეზით დედამიწის წიაღიდან მომავალი სითბო ხშირად განიხილებოდა როგორც მეორეხარისხოვანი და თითქმის მუდმივი ფონური ფაქტორი. თუმცა ნება მომეცით განმარტო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. სითბო, რომელიც დედამიწის წიაღიდან ოკეანის ფსკერის მეშვეობით ამოდის, გაცილებით დიდ როლს თამაშობს ღრმა ოკეანის პროცესების ფორმირებაში, ვიდრე ეს ჩვეულებრივ იყო მიჩნეული, მაშინაც კი, თუ გლობალურ დონეზე დათბობის შესახებ დისკუსიები ძირითადად ანთროპოგენურ ფაქტორებზეა ფოკუსირებული. მაგალითად, ციფრული მოდელირება, რომელიც მოიცავს გეოთერმული სითბოს ნაკადს, აჩვენებს, რომ ცივი ფსკერისპირა წყლების ცირკულაცია ანტარქტიდასთან დაახლოებით 33%-ით უფრო ინტენსიური ხდება, ვიდრე იმ სიმულაციებში, სადაც ფსკერის დათბობა გამორიცხულია. ციფრული ექსპერიმენტები ასევე ადასტურებს, რომ ქვემოდან სითბოს რეალისტურ და შედარებით სუსტ შემოდინებასაც კი შეუძლია ფსკერისპირა წყლების ტემპერატურის 0.4 გრადუს ცელსიუსამდე გაზრდა და ოკეანის ყველაზე ღრმა ფენების თერმული რეჟიმის მნიშვნელოვნად შეცვლა. ვინაიდან გამტვარ წყალს უფრო დაბალი სიმკვრივე აქვს, ასეთი დათბობა ამცირებს ოკეანის სტრატიფიკაციის სტაბილურობას და შეუძლია შესამჩნევი გავლენა მოახდინოს ღრმა, ცივი წყლების ცირკულაციის კანონზომიერებებზე. და ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ გათვლებზე, რომლებიც იყენებენ გეოთერმული სითბოს ნაკადის ფონურ მაჩვენებლებს, მნიშვნელობებს, რომლებიც, როგორც წესი, დროთა განმავლობაში მუდმივად მიიჩნევა. მაგრამ დაფიქრდით, შეიძლება თუ არა ეს სითბური ნაკადი შეიცვალოს, კერძოდ კი გაიზარდოს რაიმე მიზეზით? ჩემი მუდმივი მაყურებლისთვის პასუხი აშკარაა, დიახ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექტონიკურ აქტივობაზე, მაგმურ პროცესებზე,
წყალქვეშა ვულკანიზმზე, ჰიდროთერმულ სისტემებსა და მაგმის ამოსვლაზე ოკეანური ქერქის ზედაპირისკენ, დედამიწის წიაღიდან მომავალი საერთო სითბური ნაკადი მართლაც შეიძლება გაძლიერდეს. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება, თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწა ამჟამად გადის გაძლიერებული გეოდინამიკური აქტივობის პერიოდს, თემას, რომელზეც მე ვრცლად ვისაუბრე ჩემს წინა მიმართვებში. ასეთი გეოდინამიკური აქტივაციის პერიოდში სითბური ნაკადი, რომელიც ოკეანეში ფსკერიდან ახტევს, ასევე შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით. პირველ რიგში ძლიერდება სითბოს შემოდინება უშუალოდ ოკეანური ქერქის მეშვეობით. როდესაც უფრო ცხელი მაგმური მასები მის ფუძეს უახლოვდება, იზრდება სითბოს გადაცემა ზემოთ, დედამიწის წიაღიდან ფსკერის ქანებისკენ, შემდეგ კი ფსკერისპირა წყლებისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოკეანის ფსკერი იწყებს ფუნქციონირებას, როგორც უფრო მეტად გამტბარი ზედაპირი, საიდანაც დამატებითი თერმული ენერგია უწყვეტად შედის ოკეანეში. მეორეც, შიდა დათბობის ზრდასთან ახლავს სეისმური აქტივობის მატება. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული მიწისძვრების ჯაჭვი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ დედამიწის სიღრმეში ენერგიისა და ძაბვის გადანაწილება ძლიერდება, ხოლო დედამიწის ქერქი და ზედა მანტია უფრო მობილურ მდგომარეობაში გადადის. შედეგად ნაპრალები, შუაოკეანური ქედების ზონები, ოკეანის ფსკერის დეფორმაციის რეგიონები და სხვა გეოლოგიური სტრუქტურები უფრო აქტიური ხდება, რაც სიღრმისეულ სითბოს ზემოთ ამოსვლის საშუალებას აძლევს. სითბოს გამოყოფაზე სეისმური აქტივობის ლოკალური გავლენის ერთ-ერთი მაგალითი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჯერ კიდევ 2004 წელს წარმოადგინა. მათ აჩვენეს რამდენიმე შთამბეჭდავი შემთხვევა, როდესაც წყალქვეშა მიწისძვრების სერიებსთან ახლდა ზღვის ტემპერატურის მკვეთრი და ლოკალიზებული მატება და ოკეანის დინებების დროებითი ცვლილებებიც კი. მათი დაკვირვებით, თავდაპირველად ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე ხდებოდა მიწისძვრების გუნდი, რომელიც რამდენიმე დღეს ან კვირასაც კი გრძელდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ სატელიტურ რუკებზე იმავე რეგიონის თავზე ანომალიურად თბილი წყლის ლაქები ჩნდებოდა. ერთ შემთხვევაში ადრიატიკის ზღვაში ზედაპირის ტემპერატურამ 5 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატა. 2003 წლის ზაფხულში კი თურქეთის სრუტეების მიდამოებში დაფიქსირდა ანომალიები, რომლებიც 9 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. ამგვარი მოვლენების ასახსნელად ავტორებმა გაბედული ჰიპოთეზა წამოაყენეს. დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის არსებულ საზღვარზე მიმდინარე სიღრმისეული პროცესები ატყობს ლითოსფეროს ფუძეს, აძლიერებს მაგმატიზმსა და ჰიდროთერმულ გამონაბოლქს ოკეანის ფსკერზე. ეს დამატებითი სითბო კი კვირების ან თვეების შემდეგ ზედაპირს აღწევს თბილი ანომალიებისა და ოკეანის ცირკულაციის ცვლილებების სახით. ამაზე დაყრდნობით, მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ მსგავსმა ეპიზოდებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს გარკვეულ ექსტრემალურ მოვლენებს, როგორიცაა უჩვეულოდ ცხელი ზაფხული და შესაძლოა როლი ითამაშოს უფრო ფართო დათბობის ტენდენციებშიც. შემდგომ კვლევებმა ამ იდეის დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინა. მაგალითად, 2010 წლის კვლევამ აჩვენა საკმაოდ ძლიერი კავშირი მიწისძვრებსა და კლიმატურ ცვალებადობას შორის წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში. კვლევარებმა შეისწავლეს 30 წელზე მეტი ხნის დაკვირვებები 1973 წლიდან 2008 წლამდე და შეადარეს ორი დროითი მწკრივ, სეისმური აქტივობა წყნარ ოკეანეში და ტროპიკული კლიმატის მერყეობა, მათ შორის ელ-ნინიოს ეპიზოდები. მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ სეისმური აქტივობის აფეთქებები და გამოყოფილი მთლიანი სეისმური ენერგიის მატება, როგორც წესი, წინ უსწრებდა ელ-ნინიოს პიკებს დაახლოებით 1,5 წლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიწისძვრების აქტივობის დამახასიათებელი პიკების და წყნარ ოკეანეში თბილი ფაზის პიკები არა მხოლოდ შეესაბამებოდა ერთმანეთს, არამედ თანმიმდევრულად იყო დაცილებული საკმაოდ სტაბილური დროითი ინტერვალით. 30 წლიანი დაკვირვების პერიოდში ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ წყნარ ოკეანეში გამოყოფილი სეისმური ენერგია საშუალოდ თითქმის გაორმაგდა. მსგავსი ანალიზი ჩაატარა პროფესორმა არტურ ვიტერიტომ, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ფიზიკური გეოგრაფიისა და კლიმატის სპეციალისტმა.
მან შეადარა ორი მაჩვენებელი: ოკეანის ფსკერზე მომხდარი 4 ნახევარზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების რაოდენობა და გლობალური ატმოსფერული ტემპერატურის ცვლილებები. მისი დასკვნების თანახმად 1995 წლიდან შუაოკეანური ქედების გასწვრივ ასეთი მიწისძვრების რაოდენობა მზრდა დაიწყო. ეს ქედები წარმოადგენს დაახლოებით 60,000 კილომეტრზე გადაჭიმულ გლობალურ წყალქვეშა მთათა სისტემას, სადაც აქტიურად იქნება ახალი ოკეანური ქერქი. როგორც ვიტერიტომ აჩვენა, ამ ზონებში სეისმური აქტივობის მატებასა და გლობალური ტემპერატურის ზრდას შორის საკმაოდ ძლიერი კავშირი არსებობს. კორელაციის კოეფიციენტი 0,78-ს აღემატება. ამ მასშტაბის კლიმატური მონაცემებისთვის ეს ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რაც მიუთითებს სტატისტიკურად მნიშვნელოვან დასაყურადღებო კავშირზე. ამავდროულად ატმოსფერული ტემპერატურის მატება ერთდროულად არ ხდება. ნაცვლად ამისა, ის სეისმური აქტივობის ზრდას დაახლოებით 2 წლიანი დაგვიანებით მიჰყვება. პროფესორის ჰიპოთეზის თანახმად, ეს კავშირი შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ გაძლიერებული სეისმური და ვულკანური აქტივობა შუაოკეანური ქედების გასწვრივ ზრდის ჰიდროთერმულ გამონაბოლქვს და უზრუნველყოფს ოკეანის წყლის დამატებით დათბობას. ეს ზედმეტი სითბო კი ატმოსფეროს დაახლოებით 2 წლის დაგვიანებით გადაეცემა. მესამე გზა, რომლითაც სითბო დედამიწის წიაღიდან გადაიცემა, არის ვულკანური აქტივობის, მათ შორის წყალქვეშა ვულკანიზმის გაძლიერება. როდესაც მაგმა ოკეანური ქერქის ზედაპირს უახლოვდება, ის არა მხოლოდ ათბობს გარშემო არსებულ ქანებს, არამედ ზოგიერთ ადგილას უფრო მაღალ ფენებშიც აღწევს, რითაც ქმნის ლოკალიზებულ, თუმცა უკიდურესად ენერგოტევად სითბოს წყაროებს. ეს აღარ არის ერთგვაროვანი, სუსტი ფონური ეფექტი, არამედ ოკეანეში გამოფრქვეული თერმული ენერგიის მძლავრი პულსებია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წყალქვეშა ვულკანიზმი არ არის იშვიათი გამონაკლისი, არამედ დედამიწაზე ვულკანური აქტივობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა. თანამედროვე შეფასებით, პლანეტაზე ყველა ვულკანური ამოფრქვევის დაახლოებით 75% წყალქვეშ ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ ღრმაწლოვანი ამოფრქვევების შედეგები ოკეანის ზედაპირზე არ ჩანს. შედეგად, ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ხედავთ იმას, რაც ხდება და ხშირად ვერ ვაფასებთ წყალქვეშა ვულკანური აქტივობის რეალურ მასშტაბებს. ამის მიუხედავად, არსებული დაკვირვებებიც კი მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოს მრავალი ვულკანური სისტემა ამჟამად ანომალიური აქტივობის ზრდის ნიშნებს ავლენს. სმითსონის ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველწლიურად იმ დღეების რაოდენობა, როდესაც მსოფლიოში ვულკანური ამოფრქვევები ფიქსირდება, იზრდება. გარდა ამისა, შეიცვალა არა მხოლოდ სიხშირე. სულ უფრო ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამოფრქვეული ლავა ავლენს უჩვეულო თვისებებს, ისე გახურებულია და გააჩნია ატიპიური ქიმიური შემადგენლობა, რაც დამახასიათებელია მანტიის უფრო ღრმა ფენებიდან ამოსული მაგმისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დისკუსიის კონტექსტში, რადგან ასეთ მაგმას გადააქვს სიღრმისეული შინაგანი ენერგიის გაცილებით დიდი რაოდენობა. თუ ეს პროცესები ძლიერდება არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალქვეშა ვულკანურ ზონებშიც, ეს ნიშნავს ოკეანეში სითბოს დამატებით შემოდინებას ქვემოდან, გარემომცველი ქანების დათბობის, მაგმის ამოსვლისა და ოკეანის ფსკერიდან თერმული ემისიების საერთო გაძლიერების გზით. მეოთხე გზა, რომლითაც სითბო დედამიწის წიაღიდან გადაიცემა, არის ჰიდროთერმული სისტემების გააქტიურება. არსებითად, ეს არის სითბოს მიმოცვლის ბუნებრივი არხები დედამიწის წიაღსა და ოკეანეს შორის. ზღვის წყალი აღწევს გახურებული ქანების ფენებში, თბება, დიდრდება მინერალებით და შემდეგ ოკეანეში ბრუნდება ცხელი ჰიდროთერმული გამონაბოლქვის სახით. თუ დედამიწის შინაგანი ენერგია იზრდება, ასეთი სისტემები უფრო ინტენსიურად იწყებენ მუშაობას და გარემომცველ წყალს სითბოს უფრო დიდ რაოდენობას გადასცემენ. მთავარი პუნქტი კი შემდეგში მდგომარეობს.
გეოდინამიკური აქტივაციის პერიოდში ოკეანე ქვემოდან იღებს არა უბრალოდ ცოტა მეტ სითბოს, არამედ ძლიერდება დედამიწის წიაღიდან ოკეანისკენ ენერგიის გადაცემის მთელი სისტემა. იზრდება როგორც ფონური გეოთერმული სითბოს ნაკადი ფსკერის მეშვეობით, ისე სითბოს ლოკალიზებული გამოყოფა ნაპრალების, ვულკანიზმისა და ჰიდროთერმული აქტივობის ზონებში. ასეთ პერიოდებში ოკეანის ფსკერი ხდება არა უბრალოდ საზღვარი, არამედ გაცილებით აქტიური დათბობის წყარო. გარდა ამისა, აქტივაციის ეს ფაზები შეიძლება განსხვავდებოდეს მასშტაბებით. შედარებით ზომიერ ეპიზოდებს მოსდევს უფრო მძლავრი ინტერვალები, რომელთა დროსაც პლანეტის ღრმაში და ფენებში ენერგიის არსებითად დიდი რაოდენობა შედის. ამ უფრო ძლიერი ფაზების დროს დედამიწის წიაღი უფრო ინტენსიურად თბება, მაგმის ამოსვლა უფრო ენერგიული ხდება, ქერქის დეფორმაცია ძლიერდება, იზრდება მიწისძვრების რაოდენობა და მაგნიტუდა, აქტიურდება ვულკანური მოქმედება. შედეგად ოკეანეს ქვემოდან კიდევ უფრო მეტი სითბო გადაეცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ საქმე გვაქვს არა შემთხვევით რყევებთან ან ცალკეულ ანომალიებთან, არამედ მასშტაბურ გეოდინამიკურ პროცესთან, რომლის დროსაც დედამიწის წიაღში ენერგია იზრდება, გარდაიქმნება შინაგან სითბოდ და შემდეგ ოკეანის ფსკერის მეშვეობით გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ეპოქაში ოკეანის დათბობაში გეოთერმული წვლილი აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც უმნიშვნელო ფონური ფაქტორი, არამედ როგორც კომპონენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს. ეს აჩენს ფუნდამენტურ მეთოდოლოგიურ კითხვას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სამეცნიერო კვლევა უკვე დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ გეოთერმული ენერგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოკეანის დათბობაში, ეს კომპონენტი კვლავაც ფაქტობრივად არ ფიგურირებს ოკეანის დათბობისა და კლიმატის გათვლების არსებულ მოდელთა უმეტესობაში. ხომ არ დადგა დრო გადაიხედოს ეს ასპექტი და სულ მცირე დაიწყოს იმ სცენარების სისტემური ტესტირება, სადაც ცვლადი გეოთერმული ნაკადი შეყვანილი იქნება, როგორც ცალკეული გამაძლიერებელი ფაქტორი. ოკეანის ანომალიური დათბობა არ არის უმნიშვნელო საკითხი. ის პირდაპირ აძლიერებს წყალდიდობებს, ექსტრემალურ ნალექებს, სიტყვას შტორმებს, ძლიერ ქარებსა და ქარიშხლებს. თუ ოკეანე თბება არა მხოლოდ ზემოდან, არამედ ქვემოდანაც სიღრმისეული სითბოს დამატებითი შემოდინების გამო, მაშინ ამ მექანიზმის იგნორირება აღარ არის სამეცნიერო სიფრთხილე. ეს ხდება სახიფათო სიბრმავე. მართლა მზად ვართ ველოდოთ მანამ, სანამ ოკეანე იქამდე გათბება, სადაც ჩვენთვის ნაცნობი ექსტრემალური მოვლენების სრულიად ახალი კლასის ინტენსივობაში, მეგატორნადოებში, მეგაშტორმებსა და მეგაქარიშხლებში გადაიზარდება. გთხოვთ, ნება მომეცით გავიმეორო, ოკეანის დათბობა არ ხდება ხაზობრივად. ის ჩქარდება. ამ ფონზე მართლაც გასაოცარია, თუ როგორ მზადყოფნით ვაგრძელებთ იმ მოდელებზე დაყრდნობას, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია თანმიმდევრულად ჩამორჩებიან დაკვირვებულ რეალობას. ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდა მათი პროგნოზული ღირებულების ჩუმად უარყოფა, ნაცვლად იმისა, რომ ღიად ვაღიაროთ, დადგა დრო თავად მოდელების გადახედვისა. და აქ მე კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდე მიკრო და ნანოპლასტიკის საკითხს. მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწას გააჩნდა თვითრეგულირების მძლავრი სისტემა, ერთგვარი ბუნებრივი პლანეტარული იმუნური სისტემა. მისი ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტი იყო მსოფლიო ოკეანე, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც პლანეტარული თერმორეგულატორი, შთანთქავდა, ანაწილებდა და ფანტავდა ჭარბ სითბოს, მათ შორის დედამიწის წიაღიდან ამოსულსაც. სწორედ ეს მექანიზმი ეხმარებოდა პლანეტას გეოდინამიკური აქტივაციის პერიოდების გადალახვაში. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ამ მექანიზმის მსხვერპლობა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორი არის ოკეანის მასშტაბური დაბინძურება მიკრო და ნანოპლასტიკით. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ წყალში მოტივტივე ნაგავზე. ჩვენ ვსაუბრობთ ნივთიერებაზე, რომელიც ერევა ოკეანის სითბოს მიმოცვლის ფიზიკაში. მიკრო და ნანოპლასტიკის მიერ სითბოს გადაცემის ფაქიზი მექანიზმების დარღვევის შედეგები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ჩვეულებრივაა მიჩნეული.
ოკეანე მხოლოდ კი არ ტბება, ახლა ის ნაკლებად ეფექტურია სითბოს მოსაშორებლად, მათ შორის იმ სითბოსი, რომელიც გეოდინამიკური აქტივობის პერიოდებში დედამიწის წიაღიდან უნდა გამოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ ლითოსფერული ფილების გაგრილება ნაკლებად ეფექტურია, ხოლო სიღრმისეული შინაგანი სითბოს ნაწილი სისტემის შიგნით იწყებს დაგროვებას. ეს წარმოადგენს პლანეტის თერმორეგულაციის მექანიზმში ღრმა ჩარევას, რაც ქმნის რისკს, რომ გეოდინამიკური აქტივობის მიმდინარე პერიოდი იმაზე ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა დედამიწაზე. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ახალი ტიპის კომბინირებული კრიზისის წინაშე. დამატებითი სითბოს წყარო დედამიწის გაძლიერებულ გეოდინამიკურ აქტივობაშია, ხოლო მიკრო და ნანოპლასტიკი იმავდროულად ბლოკავს ამ სითბოს გაფანტვის ბუნებრივ მექანიზმებს და არღვევს ატმოსფერულ პროცესებს. კაცობრიობა ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი კრიზისისთვის. დღეს მოქმედებისთვის საჭირო შესაძლებლობის ფანჯარა აღარ იზომება 10 წლეულებით. ის მხოლოდ წლებით იზომება. და ამას არა რიტორიკულ ხერხად ვამბობ, არამედ იმ ცვლილების სისწრაფის საფუძველზე, რომელსაც უკვე ვხედავთ, ოკეანის აჩქარებული დათბობა, ამინდის ანომალიების გაღრმავება. სეისმური და ვულკანური არასტაბილურობის გაძლიერება და ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროში მიკრო და ნანოპლასტიკის ექსპონენციალური დაგროვების გაგრძელება. იმ ფონზე, თუ როგორ სწრაფად იცვლება თავად ოკეანე, ამ საკითხების განხილვის გაგრძელება დაუსრულებელი მოლაპარაკებების ტემპით, სერიოზულ რისკებს შეიცავს. რთულია კიდევ 10 ან 20 წლის გამართლება, რომელიც დაიხარჯება იმაზე მსჯელობაში, თუ რამდენად მოსახერხებელია ახალი ფაქტორების აღიარება, ან რამდენად ჯდება ისინი არსებულ მოდელებში. ბუნება გულგრილია იმის მიმართ, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ინსტიტუტები, ან როგორ იგეგმება პოლიტიკური სტრატეგიები. ამ პროცესების ფიზიკა აგრძელებს განვითარებას საკუთარი კანონების მიხედვით, ჩვენი ეჭვების მიუხედავად. მოგიწოდებთ, სერიოზულად დაფიქრდეთ ამაზე. რადგან სიცოცხლე ღირს იმათ, რომ მისთვის ვიბრძოლოთ.